მივესალმები პატრიცემულ საზოგადოებას, YouTube-ის ჯერიც მოვიდა Facebook каналზე. ჩემ გვერდზე უпроსტად დაიდო უკვე არსებული მიმართულება, პირველი სერია ალეზონის ბალეტის უკვე ქონდა, მეორე სერია დასრულების სტადია ამ პროცესების, იატაკის გათბობა სრულია 150 მეტრ კვადრატულში, შემრევი 2 კვანძი, მაგრამ მარცხ პროცესი იქნება, რომ თერმოსტატი გათიშვა, მართლა ეს შერევა არის, სამსუიანი თერმოსტატიკური სამსუიანი შერევა, სეშული ტომო, 6 კონტური. ეს ჯგუფში, გაყოფილი არის კონტურები, რა თქმა უნდა, და კარტები, კარტა 4.5 მეტრა, ანუ ეწოდებული კარტა იყოფა. იქიდანაც, მეორე კარტა, ეს მესამე კარტა, მე 4 კარტა, 4 კარტა გვექნება სულ 4 ნაწილი ტრენაზე. კარტა ამას ქვია. უნდა გაიყოს. ესე იგი, სადაც უნდა გაიყოს, იქ კვეთაში თუ უწევს, მილმა უნდა იმოძრავოს თავისუფლად სიაშკა როცა დაისხმება, მილა უნდა იყოს დაფიქსირებული. ამიტომ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოთ არსებული მიმართულება. შემრევი მეორე კვანძი სექსუალური ტომო იგივენაა 6 კონტური მშვენივრად დაждდა, ხო 12 კონტური მთლიანობაში, 150 კვადრატში, რატომაც არა, აქაც იგივენაა თერმოსტატიკული, თავარი, სამსუიანი შემრევი, თერმოსტატიკული მართვით, ესეთი სახით, დიდი არაფერი, ხო, აღარ დავიწყებ ეს. არავეჯერ მქონა პერიმეში ტემპერატურის მოხსნა, ხო, პერიმეში ანუ პირველი ყველაზე ცხელი კონტურები და შემდეგ უკვე შემოდივართ შიგნით თბილი კონტურები. ტემპერატურის მართვა შესაბამისად უნდა ვიცოდეთ რა უნდა მივიღოთ ფართიდან. არსებული ფართიდან. იმის შესაბამისად არის ყოველთვის შერჩევა სექსუალური ტომბოებისაც, შემრევი თერმოსტატიკური კლაპნებისაც, ვინაიდან ეგრეთ წოდებული გავესი არის ცნობა გამტარენობა ქვია ამას და შესაბამისად მე უკვე ბოლოს სადაც მივიდივართ უკვე ქვაბის შერჩევაზე. როგორც ყოველთვის კეთილი და პატიოსანი და მომავალ შეხვედრამდე.